გადადგომაზე მისი განცხადება და აკმაყოფილა. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღისამდე 7-ზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამ წუთებში კი საგანგებო კომენტარს აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პირდაპირ ეთერში ვთავთ გიორგი პაპუაშვილს. Adam Gheorghe, რას უკავშირებთ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას ხუთი მოსამართლის მიერ ხომ რა თქვა როგორ ფიქრობთ თქვენი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ ამ საკითხს ამას საეჭვო გარემოებას ხო არ ხედავთ? არა, მე არ მინდა ეხლა აქ რაღაც კონსპირაციების თეორიებზე ვისაუბრო, უბრალოდ ძალიან სამწუხარო 20 წლის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს არსებობის პერიოდში პირველად მოხდა, რომ შიდა პროცედურული სამართალწარმოების საკითხები, რა ჩვეულებრივი დისკუსიისა და მსჯელობისაგანია ხოლმე სასამართლოში, გამოვიდა რაღაც სეპარატისტული რაღაც განცხადების სახით. მე ამას უფრო გაუგებრობას დავარქმევდი. თქვენ შეგახსენებთ, რომ რუსთავი ორი საქმე უკვე შარშან ოქტომბრიდან იხილებოდა კოლეგიაში, შემდეგ ერთ-ერთი მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე გადმოვა პლენუმზე, შეიძლება ვიღაცას პრეტენზია წაეყენებდა, რატო ამდენ ხანს აგრძელებთო და რატო ვაჩქარდ და მისი განხილვა მოხდა ყველასი ჩვენი ერთობლივი თანხმობით და ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში მიდის და იმედია რომ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასევე კაბელების ეგრეთ წოდებული და გიგი ულავას საქმეც სწორედ ერთ-ერთი მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ჩანიშნული იყო განხილვა კოლეგიაში, შემდეგ გადმოეცა პლენუმს და მისი წინაკვირას ჩვენ მისი განხილვა დავიწყეთ და ერთობლივ გადაწყვეტილებით ერთხმად ასევე გავაგრძელებთ მას მომავალ კვირას და ასე რომ მე ვფიქრობ რაღაც გაუგებრობა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი სამართალწარმოება, საკონსტიტუციო სასამართლო სამართალწარმოება უნდა იყოს დაქვემდებარე მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციასა და ჩვენ კანონს და არა პროკურატურის, სუსის, ფინანსური პოლიციის ან ვიღაცის ხუჭტურებსა თუ პროცედურებსა და ვადებს. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ გაუგებრობას ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრით აღმოფხვრით და საკონსტიტუციო სასამართლო თავის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში. რაც შეეხება თვითონ სწორედ მოსამართლეების ბრალდება ეხებოდა იმას, რომ თქვენ ერთპიროვნულად იღებთ გადაწყვეტილებებს დაფორსირებას ახდენთ ისეთ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად როგორც არის რუსთავი ორი საქმე. აი რატომ ხდება, როგორც თქვენ ამბობთ, ის ერთპიროვნულად ხდებოდა გადაწყვეტილებები? ერთპიროვნულად ესე იგი, ჯერ ერთი რომ ერთპიროვნულად ვერ ხდება, ჯერ ერთი, მეორე ისა რომ გითხარით რომ ერთი საქმე დიდი ხნის დაწყებულია, მეორე რომ უკვე სხდომებია ჩატარებული და მესამე რომ თქვენ მე მგონი პირდაპირ ჟურნალისტებიც ესწრებოდეთ ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეზე, როდესაც სხდომა გავაგრძელთ ერთხმად, როდესაც ჯერ თავიდან პრეტენზია დააყენა რამოდენიმე მოსამართლემ რომ ხო არ გადაგვეტანა, მაგრამ ერთხმად შევთავაზეთ და რჩებოდა სამართალწარმოების ნორმალური განხორციელებისათვის ეს სხდომა ჩვეულებრივ გავაგრძელეთ. ჩვენ ვერ შევწყვეტ საქმიანობას, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები უნდა იქნას დროზე განხილული და რაღაც გარემო სპეკულაციები სწორედ ამასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. Adam Gheorghe, იმის მოსამართლეების მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები, რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს და ხო არ დაამუშავა შეუქმნის ეს პრობლემა სასამართლოს მუშაობას? მე ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენ თითოეული მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობაა, რომ მოღვაწეოს სწორედ კონსტიტუციისა და თითოეული ადამიანის უფლებებისათვის, ასე რომ არავითარი სპეკულაციები ამისთან დაკავშირებით მე არ შემიძლია გავწიო ეხლა. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ გაუგებრობა იყო და ჩვეულებრივ გავაგრძელებთ მუშაობას, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუმცა ეს რა თქმა უნდა სამწუხაროა, ამიტომ რომ ესე დისკუსიები შეიძლება ნებისმიერ სასამართლოში ხდებოდეს, მაგრამ ეს შინით ხდება რაც ეხება თვითონ სასამართლოს საქმიანობას, სამართალწარმოების პროცედურებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ყოველგვარი დარღვევების გარეშე მივდივართ წინ, სწორედ იმ საქმეებს ვიხილავთ, რომელიც არის დაკავშირებული ან სიცოცხლის უფლებასთან, ან სიტყვის თავისუფლებასთან, ან თავისუფლების აღკვეთასთან და ჩვეულებრივ რეჟიმში ასევე გავაგრძელებთ მუშაობას, მით უმეტეს რომ კვორუმის პრობლემა შეიძლება ორ თვეში რამდენიმე მოსამართლეს ვადაგასდეს, ამიტომ ჩვენ უბრალოდ ამ ზაფხულში გვიწევს დატვირთულ რეჟიმში მუშაობა, რომ დიდი ვალი არ დაუტოვოთ შემდეგ შემადგენლობას. Adam Gheorghe, რა ეჭვები გიჩნდებათ აი ამ თქვენი განცხადებების საფუძველზე? რატომ აირჩეს მათ ერთ ფორმა გაეკეთებინათ განცხადება? არ მინდა მე ხა ეჭვებზე და სხვა თემებზე ვისაუბრო, მე იმედი მაქვს, რომ ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და შეფერხება არ მოხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის, როგორც არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის მიზანია თითოეული მოქალაქის კონსტიტუციურობის დაცვა. ეხლა ადამიანებმა ვიღაცების ხუჭტურების საფუძველზე ფინანსური პოლიციის თუ პროკურატურის თუ ვიღაცა ორგანიზაციების დაელოდონ, ეხლა სანამ ისინი ვიღაცას იმოქმედებენ, არ იმოქმედებენ და ელოდონ თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს წარმოუდგენელი არის. არა, მე ეს არ ვიცი, ხა ჩემი ის არ არის, უბრალოდ გაუგებრობას ვაბრალებ. მადლობა. ერთ კითხვასაც დაგიწყო, პროკურატურაში შეიძლება შეგახსენებთ დღეს გიორგი პაპუაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ერთი ნაწილი დაუპირისპირდა წერილით, რომელსაც ხელსაწერენ მოსამართლეები თავაძე ბაფიაშვილი, ცაბუტაშვილის სიჭინავა და ტურავა. მიმართვაში ძირითადად საუბარია გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ზეწოლაზე საქმეების განხილვის დაჩქარებასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დროს ითხოვენ ჩვენი აზრით არაერთგვაროვანია სასამართლოს მიდგომების საქმეთა გადაწყვეტასთან დაკავშირებით. თითოეული ჩვენგანისთვის ცნობილია, რომ საქმის გადაწყვეტა საჭირო
საქმიანობებს, მასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფილ ამომწურავ შესწავლას, რისთვისაც აუცილებელია გონივრული დრო. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დღის წესრიგის ერთპიროვნულად სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, აღნიშნულია წერილში. დაჩქარებული განხილვის მაგალითად